1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა, რომელიც ქართულმა შენაერთებმა მოიგერიეს. ორდღიანი გააფთრებული ბრძოლის შემდეგ ქართულმა მხარემ შეძლო მოწინააღმდეგის მოგერიება და თავისი პოზიციები აღადგინა მდინარე გუმისთის გასწვრივ მდებარე სოფლებში, ქვედაეშერაში, გუმისთასა და აჩადარაში. ამ ბრძოლებში ყველაზე მეტად თავი გამოიჩინა ქართულმა არტილერიამ, თუმცა დიდი მსხვერპლის ფასად. ათეულობით ახალგაზრდა ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. ალექსანდრე ქურხული სწორედ ამ გმირებზე კი ამბობთ. წლის 15 მარტს, ხამის 2 საათზე, სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. რუსებმა ქალაქის თავზე მონათობელი რაკეტები, ეგრეთ წოდებული გირლანდები დაკიდეს. განათებული ქალაქი რუსული ავიაციისა და არტილერიის უწყვეტი ცეცხლის ქვეშ მოექცა. სოხუმს უტოვდნენ ზღვიდან და ხმელეთიდან, საკინ ბომბდამშენებმა დაფარეს და ნახევარტონიან ჭურვებს ხლიდნენ. იბომბებოდა როგორც ქართული ჯარის პოზიციები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი რაიონები. სოხუმი ცეცხლის ალში გაეხო. ამ შტურმის დროს ჩვენს მოწინააღმდეგეს მხარეს აღმოაჩნდა ჩვენთვის მოულოდნელი სიურპრიზებიც გამოჩნდა, იმიტომ რომ ამ შტურმში ჩაერთო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალები, რომლებმაც ინტენსიურად დაბომბეს ჩვენი საბრძოლო პოზიციები. წინ უძღოდა შტურმს 2 საათიანი საარტილერიო მომზადება მათი მხრიდან და მათ ჩათვალეს, რომ ჩვენ ისეთი ზიანი მივაყენეთ ახლა სოხუმის დამცველთა პოზიციებს, რომ ისინი ალბათ ჩვენ შტურმს ვერ გაუძლებენ. რუსული არმია კონფლიქტში უკვე სრულად დაუფარავდა და დიდი ძალებით ჩაერთო. რამდენიმე საათიანი მასირებული დაბომბვის შემდეგ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები, აფხაზის სეპარატისტები და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები სახმელეთო შეტევაზე გადმოვიდნენ. როგორც შეიარაღებაში, ისე ცოცხალი ძალის რაოდენობით მოწინააღმდეგის უპირატესობა გაცილებით დიდი იყო. ეს ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები რუსის კმილებამდე შეიარაღებული არმია წამოვიდა, რათა სოხუმი აეღოთ და აქ საარაკო გმირობა გამოიჩინეს ჩვენმა მებრძოლებმა. სულისკვეთება მაშინ ძალიან ძლიერი იყო, იმიტომ რომ გვიჭირდა ხამე იყო, უკუდი ხამე იყო, არაფერი არ ჩანდა. მაგრამ ჩვენ ერთადერთი რომ როგორმე დილამდე მეგვეღწია და ყველა მიმართულებით მედიოდა ბრძოლები. სასწაული მოახდინეს ამ ბიჭებმა, თითქმის შიშველი ხელებით ავტომატებით, შიშველი ხელები, აბა რა არის ავტომატები შეებდნენ აი გამხეცებულ მტერსა და მომხდურს და ძალიან მძიმე დღე დაადგა ჩვენ ჯარისკაცებს, მაგრამ 1000-მდე კაცი დააწვინეს აიქ გუმისთის მარცხენა სანაპიროზე. ძირითადი მეორე ეშელონი, რომელიც უნდა გადმოსულიყო გუმისთას და რომელსაც ქალაქი უნდა აეღო, ფაქტიურად იქითა მხარეს დარჩა. ახლა ეს ჩემი სიტყვები არ არის. ბევრი რუსი გენერალი, თვითონ აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი ყოფილი სოსლანიევი ამას ამბობდნენ. სხვათა შორის მე გაქრა მათი ეს ინფორმაცია აფხაზური საიტებიდან და საინფორმაციო საშუალებებიდან რუსეთშიც, მაგრამ თავის დროზე მათ მოგონებებიც აქვთ ამაზე დაწერილი. ისინი აღიარებდნენ, რომ 1000 კაცამდე მათ დაკარგეს ამ შემოტევის დროს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ 1000 კაცამდე როცა მათ ჯარისკაცი დაკარგეს, კიდე მწყობრიდან 2-3 ჯერ მეტი მწყობრიდან გამოვიდა. მოხდა ესეთი სიტუაციები იყო მეორე დილით უკვე, რომ ავტომატები არ ქონდა უკვე შეიარაღებაში და ის ვინც მოდიოდა და აი დაჭრილები რო იყვნენ, მანამდე რო იყვნენ, საავადმყოფო რო წამოვიდა, ზოგს აი ცველებური ვინტოვკა არის, მოსენის ვინტოვკა ისეკავა, იმით მიდიოდნენ შეტევაზე. ეს წარმოგიდგენიათ, თვითონ პატრონი უნდა გადააბტენო სათითაოდეს 19 საუკუნის იარაღი. და ამით მიდიოდნენ წინ ერთ-ერთი იყო გურჯი კოპალიანი, ამ იარაღი დაიღუპა ხელში. 15-16 მარტის ბრძოლებში გადამწყვეტი როლი ქართულმა არტილერიამ შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არტილერისტებს შეიარაღებაში ძირითადად ძვები ან წყობიდან გამოსული ქვემეხები ჰქონდათ. ჩვენ გვქონდა მძიმე არტილერია.
გაგვაშთა რეაქტიული დანადგარები, ზოგიერთი სახეობები გაუბიცების, ძველი, აღდგენილი და ასე შემდეგ. ყავდა უამრავი სარბაზნები, პრაქტიკულად გამოუსადეგი ბრძოლისათვის, ეს ქვემეხები იყო გამოშვებული მეორე მსოფლიო ომის დროს. ასეთი დიდი რაოდენობით ყავდა. რაც შეეხება ეფექტურ გაუბიცებს და დანადგარებს, მათი რაოდენობა იყო საკმაოდ მცირე. რაც შეეხება ნამტყოლცნებს და მასთან დაკავშირებულ საბრძოლო მასალებს, საქართველოს პრაქტიკულად არ გააჩნდა. ქართული არტილერისტების თავდადებამ და პროფესიონალიზმი მრავალრიცხოვანი და გაცილებით უკეთ შეიარაღებული მოწინააღმდეგის აშკარა უპირატესობა დაჩრდილა. სწორად იყო პროგნოზირებული მოწინააღმდეგის მოქმედება წინასწარ. სწორად იყო დაგეგმილი სხდები შესაძლო დახვედრის. სწორად იყო დაგეგმილი მასირებული ცეცხლი, რომელმაც პრაქტიკულად უპერსპექტივო გახადა შეტევის განხორციელების გაგრძელება სოხუმზე. არტილერისტებმა ქართული ჯარის სხვა შენაერთებთან ერთად მტრის ცოცხალ ძალას უდიდესი ზიანი მიაყენეს. სოხუმის მისადგომებთან ორ დღეში 1000-ზე მეტი რუსი, აფხაზი და ჩრდილო კავკასიელი დაიღუპა. ჩვენი დანაკარგი კი 4-ჯერ მცირე იყო. ქალაქის დაცვას დაახლოებით 250 ჩვენი თანამემამულე შეეწირა. გარდა იმისა, რომ საბრძოლო შენაერთები ახლა ყველა რომ მობილიზებული იყო, ადგილზე იყო მახსოვს, ზოგი პირტიტველა ბიჭებიც, დილით უკვე 16-ში ქალაქიდან მორბოდა ზოგი თოფით, ზოგი ავტომატით, ზოგი მამასთან ერთად, ზოგი ქალაქში თავიდან იყო, როცა შტორმი დაიწყო, რა თქმა უნდა, ძლიერი საარტილერიო ცეცხლი რო გაგვიხსნეს, იყო გარკვეული ზმა, მაგრამ 16-ში მთელი ქალაქი უკვე საბრძოლო პოზიციებისგან თვითონ მოსახლეობიდანაც მოდიოდა ხალხი დასახმარებლად. ალბათ საქართველოს სამხედრო ისტორიაში ეს ოქროს ასოებით უნდა ჩაიწეროს. არსებობს ვიდეო ჩანაწერი, სადაც სეპარატისტების ლიდერი ვლადისლავ არძიმბა 15-16 მარტის ბრძოლებში სასტიკი დამარცხების შემდეგ საკუთარ ჯარისკაცებს ხვდება. ამ ჩანაწერს ვიკომენტაროთ გთავაზობთ. Надо из вас каждого пятого вывести и расстрелять здесь. Ну что же вы? Что неужели абхазцы это порода трусов? Скажите, что мы трусы. Я предупреждаю, введен революционный военный трибунал. Будут расстреляны командир батальона, кто у вас командир взвода и рядовые, которые будут лежать. Я предупреждаю. Каждого из вас это предупреждаю. Враг будет радоваться. Вы послушали, как вчера по телевизору выступали они? Как издевались. Мы когда их жалеем, этих абхазцев. Они как зайцы бегут. Ну так и вы бежите. Неужели вы позволяете над собой так издеваться, чтобы над нами смеялись? გმირობის მაგალითები იყო უამრავი, რომელიც სამწუხაროდ არ არის არცად დასახული, არ არის შესაბამისად ისინი არ არიან დაფასებული ისინი, ვინც დაიღუპა. არ ვიყავით იმ დონეზე, რომ ყველაფერი აღუქა. თან ეს იყო ესეთი სიტუაციები, რომ თან დაღუპულები, დაკარგულები, დაჭრილები და პოზიციებს კარგად თანმიბრუნებდა ესეთი სიტუაციები. ახლა მე თვითონ ვყვები ამას, ერთ იმაში ვერ ვყვები. უმთავრესი ის იყო, რომ იმათმა ვერ მოახერხეს ეს რაც ჰქონდათ გეგმა იმისი, ის იყო ჩვენი მებრძოლების თავდადების შედეგი. მე ბედნიერი ვარ, რომ ამ ბიჭების გვერდით ვიყავი, ჩემი თვალით უნახე ეს ყველაფერი და ვამაყობ მათი. მე მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თავი შესწირა ამ ბრძოლას და მადლობა უნდა უთხრა იმათ, ვინც ყველაფერი ეს მოამზადა და განახორციელა. იმ გენერლებს, იმ ხედრებს, იმ ჯარისკაცებს, რა ვიცი, ეს იყო საოცრება. ყველა მხრიდან უტევდნენ ქალაქს, ჰაერიდან, ზღვიდან და რა თქმა უნდა ხმელეთიდან. ეს იყო იმპერიის გამორჩეული ძალები. იმ დღეს კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ქართული მეომრული სული, მეომრის სული არის ქართველებში და იქნება. გმირობის ესეთი მომენტები იყო, მართლაც სასწაული რა, ეს ბესოგეთია რომ დაიღუპა, ეს ჩვენი მესამე ასეულიდან ეს ცოტა დაშვერებული იყო, დაჭრილი გამოვიდა. ის აიყვანეს ტყვედ აფხაზებმა. მერე მოხდა რომ ჩვენ მოვაქციეთ ისინი ალყაში, ეს აფხაზები, რომლებიც იყვნენ სახლში. იმის გამოყვანის მომენტში მოხდა ამ პროფესორო დაიღუპა კეთია. ეს იყო ახალგაზრდა ულამაზესი ვაჟკაცი. ლევანი თოდუა იყო. ეს იყო BMP-ს მცროლელი. BMP დააზიანდა, დაიჭრა მძღოლი მექანიკოსი. მძღოლი მექანიკოსი შეცვალა, თვითონ დაჯდა. და შემდეგ შემოტევის დროს უკვე მთლიანად დაზიანდა ეს და თვითონ ჩაიწვა ამ იმაში.
ну ესეც რაღაც სასწაული იყო ეს ლევანი თოდუას ახლა რომ თვალწინ რომ ახსენდება იურა ომანაძე მისი სოფლელი ბიჭები იყვნენ ალყაში და ცდილობდა რომ იხმარებოდა 12 კლასით განახორციელა შეტევა სადაც იყო მტერი 70 კაცამდე კიდან ერთი გადარჩა მხოლოდ 12 კაციდან 16 მარტს მდინარე გუმისთის ნაპირთან გამართულ ბრძოლაში მეექვსე სატანკო ბატალიონის ერთ-ერთი ტანკი წინახაზე გავიდა. ტანკჭური მოხვდა და ცეცხლი გაუჩნდა. მის ეკიპაჟის წევრები ზურაბ ზარანია და მუთა სპიტავა ცეცხლმომკიდებულ ტანკში შეგნებულად დარჩნენ და სანამ სროლა შეეძლოთ ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. ომმა მეომარმა მტრის მთელი შემოტევა საკუთარ თავზე მიიღო. ამ გადაწყვეტილებით არაერთი თანამებრძოლის სიცოცხლე იხსნეს და ქართული ჯარის პოზიციები გაამაგრეს. თავად კი ტანკში ჩაიწვნენ. ზურაბ ზარანია და მუთა სპიტავა სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდნენ. 15-16 მარტის ბრძოლებს სამწუხაროდ საბედნიეროდ ბევრი ასეთი ეპიზოდი შემორჩა. იყო თავგადადებული მეომარი, თავგადადებული რასაც ქვია. და ის დადაკლასელი ზური ზარანდია მასთან ერთად იბრძოდა. და მეომრებს უხაროდათ, რომ ჩემი ძმის ტანკის ნომერი იყო 613. და ის რომ მოდიოდა ბიჭებს უხაროდა, რომ ჩვენო ისო დაგვიცავსო. სახში რომ მოდიოდა ფორმა არც კი ვიცოდი მე მაგალითად რო იყო. ფორმას ტოვებდა სადღაც და მოდიოდა ჩვეულებრივად. არაფერი არ არის, არაფერი მგეშინია და მოდიოდა ჩვეულებრივად სახში და არაფერს არ ველაპარაკებოდა ჩვენ თურმე ბრძოლაზე. მე რომ დიდი ხნის მერე გავიგე რომ მართლაც ასე ტანკით მოვიდა სახში ბავშვები ნახა ora გაბრუნდა და წავიდა. ძალიან ამოღიარა რომ ალბათ ყველაფერი რომ განდაბრუნდეს ვისურვებდი რომ აი ეს ყოფილიყო და ამ ჩემი სახელი ყოფილიყო ასე. იმიტომ რომ ის მოგდა ქვეყნისთვის, ქვეყნის ერთიანობისთვის და ჩემს ძალიან დიდი პატივია მე ვარ მისი შვილი. როდესაც ერში მოკვდება მებრძოლის სული, ისეთი განწირულია. მე არ ლაპარაკობ ბომზე და იმაზე რომ აუცილებელია ეს ომით გადაწეს ყველაფერი, მაგრამ მხედრული სული ომში უნდა იყოს, რომ საკუთარი ბიცა დაიცვას, საკუთარი ქალების ღირსება დაიცვას და საკუთარი ღირსება დაიცვას ადამიანმა და ერმა. ჩვენ ურთქილდებოდით მათ მაინც ჩვენ მეგობრობას, აფხაზურ ქართულ ურთიერთობას და იყო ასეთი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ბორის გურგულია, ჩემი უახლოესი მეგობარი, რომელიც სამწუხაროდ ამ დღეებში ტრაგიკულად დაიღუპა 92 წლის 14 აგვისტოს ომი დაიწყო. მესამე დღეს 17-18 აგვისტო იყო ბორის გურგულია და მისი ცოლი იმავარდნენ ჩემთან. ტირილ-ტირილით და რა ხდება მეთქი და ვიღზელი რაღაც სული მდგომარეობა იყო და რაოდა ჩემი ბიჭიო ახრიკიო დაუპულა სოფელ შრომაშიო მასირებული დაბომბვის დროს და გთხოვო დამეხმარეთ ცხენდარი მომაწებინეო. თქვენ წარმოიდგინეთ რა მძიმე მდგომარეობა ახლა რომ აი ასეთ დროს რასკონდა ეს დიდი ტრაგედია არ მოძებნო ესეთი დაღუპული ადამიანი და მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ აი ეს პატარა ბიჭი ახრი გურგულია მომეძებნა გამოვასწრეთ იქიდან ეს პატარა ბიჭი და რა თქმა უნდა ის ჩვენ ყველამ დავიტირეთ ქართველებმა და აფხაზებმა ერთად იმიტომ რომ აი ჩვენი უგუნურების მსხვერპლი იყო ეს პატარა ბიჭი 17 წლის ბიჭი ამ დღეებში ის ბორის გურგულია დაიღუპა და მე მინდა აქედან სამძიმარო უთხრა იმ ოჯახს ჩვენ ბორისის თაობა ჩემი თაობა ვერ გამოდგა ესეთი მურხევი ესე ამ ურთიერთობაში და ჩვენ ერთმანეთი დავკარგეთ მაგრამ მე ვფიქრობ რომ გავა დრო ეს ჭირვებიც მოშუშტება და ქართველი კაცი და აფხაზი კაცი ისევ გააგრძელებს ამ ცისქვეშ ერთად ცხოვრებას როგორც ადრე ვიყავით ალბათ თუ ჩვენ არ ვიქნებ ჩემი თაობა თუ არ იქნება ჩემი შვილების და ჩემი შვილიშვილების თაობა მაინც გამონახავს გზას აფხაზეთისკენ იმ წმინდა ადგილებისკენ რომელსაც ჩვენი სახლი ჩვენი ეზო ჩვენი სასაფლაო და ჩვენი წმინდა საფიცარი ხატი და მამული ქვია და ასე იქნება მარად ქართველი კაცის ცნობიერებაში